ამბროლაურმა და ტყიბულმა დროის მცირე ინტერვალით სენიორ მოჭადრაკეთა საერთაშორისო ტურნირებს უმასპინძლა, სადაც საქართველოს სპორტის დამსახურებულმა მოღვაწემ და ადგილობრივი საჭადრაკო კლუბის ხელმძღვანელმა გიორგი ქიტესაშვილმა დიდ წარმატებებს მიაღწია. მან ორივე ფორუმში ბრწყინვალედ იასპარეზა და ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა. გარდა ამისა, იგი საერთო ჩათვლაშიც პრიზიორთა შორის მოხვდა, რისთვისაც მედალი, საპატიო სიგელი, სამახსოვრო თასი და 500 ლარიანი ვაუჩერი გადაეცა. 200-მდე მონაწილე იყო ამბროლაურში, აქ ჩატარდა ტურნირი შვეიცარიული სისტემით, 7 ტურად, იყო ასაკობრივი და ოფენი იყო, ეს იმას ნიშნავს, რომ საერთო ტურნირი იყო. თავი მოიყარა ძალიან ძლიერმა მოჭადრაკეებმა, აქ იყვნენ დიდო სტატები, საერთაშორისო სტატები, ევროპის ჩემპიონები. მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო, რომ მასში მონაწილეობდა ევროპის ჩემპიონი კვირიაშვილი ანდრეი, რომელიც ახლახან გახდა ევროპის ჩემპიონი ასაკობრივ ჯგუფებში და მისი მამა სოცო კვირიაშვილი ჩვენი ყოფილი მოსწავლე გურჯანელი, ახლა თბილისში ცხოვრობს და იქ ასწავლის ჭადრაკს ბავშვებს. ეს იყო ძალიან ძლიერი ტურნირი. მე ვარჩიე რომ ამერჩია საერთოში მეთამაშა ამ დიდო სტატიებთან და შედეგი ძალიან კარგი დავდა. 5.5 მოაგროვე და საპატიო მეორე მესამე ადგილი გავიყავი და ეს იყო ბრწყინვალე შედეგი ჩემთვის, რა თქმა უნდა, და სენიორებშიც პირველი ადგილი ავიღე, იქ ყველას ვაჯობი ასაკობრივში 60 წელს გადაცემულებში და ამით დამთავრდა ეს ტურნირი და შემდეგ გადავინაცვლეთ რაჭიდან 3 დღის შემდეგ ტყიბულში. აქ უფრო ძლიერი ტურნირი იყო იმ მხრივ, რომ საერთაშორისო ტურნირი იყო, თუმცა სტატუსით ეს იყო ძლიერი, მაგრამ იქ უფრო ძლიერი მოჭადრაკეები იყვნენ ამბროლაურში. აქაც ვითამაშე ამ ტურნირში, 5 ქულა მოაგროვე, აქაც შვეიცარიული სისტემით ჩატარდა, 5 ქულა მოაგროვე და სენიორებში პირველი ადგილი ავიღე, მეორე ადგილს გავასწრე მთლიანი ქულით და საერთო ჩათვლაშიც მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე ადგილი გავიყავი. ეს იყო 120 კაცი იყო აქ მონაწილე და აქაც მაღალი შედეგი იყო, რა თქმა უნდა.